მოკლედ ხალხო, დეინა ვაიტმა ოფიციალურად ომი გამოუცხადა კრივის სამყაროს. და მისი პირველი მსხვერპლი არის აი ეს ადამიანი. ამ ადამიანს ქვია ედი ჰერნი. და მოგიყვებით ახლა რა მოხდა, ვინც არ იცით, აი ბოლო 48 საათში აცუცხუნებული ამბავია. ამ ისტორიას აქვს ბევრი ნაწილი აქვს. ამ ისტორიას აქვს ისტორია. მოკლედ ამ ამბავს აქვს ბევრი საინტერესო ფაქტორი. ამ ამბავს აქვს რაღაც ისტორია, რომელიც მოყვება, აქვს მოულოდნელობის ეფექტი და აქვს ასევე ღალატი. ვინც არ იცით, ედი ჰერნი ეს ადამიანი არის კრივის სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე ტოპ პრომოუტერი. ვინც არ იცით, ედი ჰერნი არის მატჩუ ბოქსინგის ერთ-ერთი თავიკაცი. მის ფრთის ქვეშ ასე რომ ვთქვათ, არის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მოჭყვარი ენტონი ჯოშუა. მოკლედ რო გითხრათ, კრივის სამყაროში საკმაოდ დიდი ფიგურაა ედი ჰერნი. ალბათ იგითხავთ რა საქმეა ედი ჰერნს და დენა ვაიტს ერთ დვიჟენიაში. შეიძლება იგითხოთ რა შუაშია ედი ჰერნი და რა შუაშია დენა ვაიტი. დენა ვაიტი არის UFC პრეზიდენტი და ედი ჰერნი არის კრივის ერთ-ერთი პრომოუტერი. ვისაც გამოგჩათ, მაგრამ არ მგონია ბევრს გამორჩევნდათ, დენა ვაიტმა კრივის სამყაროშიც შეაბიჯა. ეს ყველაფერი გააკეთა ზუფა ბოქსინგით. სხვა შორის ამ დენა ვაიტის ნაბიჯზე სამს ყველაფერი ოფიციალურად გახდებოდა, მაქვს ვიდეო ჩაწერილი, ამიტომ თუ დაგაინტერესებთ ეს თემა, ამ ვიდეოს უყურეთ. მე ამას. ედი ჰერნსა და დენა ვაიტს შორის დიდი ხანია მიდის ეს კინგილაობა. მოკლედ რომ დაანონსა დენა ვაიტმა ამ კრივის სამყაროში მოსვლა, ედი ჰერნი არასერიოზულად უყურებდა, რომ მას კრივზე არაფერი არ იცის, კრივის სამყაროში რაღაც დიდ ნაბიჯებს ვერ გადადგამს და მსგავს კომენტარებს აკეთებდა. და აქედან დენა ვაიტიც არაკლებდა კბენებს ედი ჰერნს და საკმაოდ შეიძლება ისიც აკრიტიკებდა მას. ახლახან ედი ჰერნმა ზუფა ბოქსინგის პირველი ივენთებიც უკვე გააკრიტიკა, დენა ვაიტმაც რაღაცა ისეთ კომენტარები გააკეთა ედი ჰერნზე, რომ მას ხედვა არ აქვს, მამამისის გამო ამ პოზიციაში სადაც არის და ასე შემდეგ. მოკლედ არც ისე ცოტა ხანია უკვე პრესკონფერენციებიდან მიდის კინკილაობა ამათი რაღაც ერთი ივენთის მერე დენა ვაიტი იტყოდა რაღაცას, თავის ივენთის მერე ედი ჰერნი იტყოდა რაღაცას, ვიღაც ჟურნალისტთან იტყოდა ამას და ბევრი კომენტარი გაიცვალა მათ შორის. და მოკლედ ამ ამბებთან დაკავშირებით აი ერთი დიდი ბომბი ჩამოვარდა, რომელსაც ამ კომბატ სპორტის სამყაროში არავინ არ ელოდა რეალურად. დენა ვაიტის ზუფა ბოქსინგმა გაიფორმა კონორ ბენი. და რატომ არის ეს ყველაფერი ესეთი დიდი აბავი, ამას აგიხსნით ახლავე. კონორ ბენი იყო ერთ-ერთი ტოპ ვარსკვლავი, ვინც ედი ჰერნის პრომოუტინგის ქვეშ იყო. ენტონი ჯოშუასთან ერთად, ეს ორი გამორჩეული ვიღაც რო ვახსენოთ, ენტონი ჯოშუა და კონორ ბენი, რომელსაც დიდი პოტენციალი აქვს. მოკლედ კონორ ბენი არის ლეგენდარული ნაიჯელ ბენის შვილი და არც დიდი ხის წინ ჰქონდა ქრის იუბენკ ჯუნიორთან ჭუბი, რომელსაც ძალიან დიდი ისტორია ჰქონდა და ძალიან ბევრი ნახვა მიიღო. ბოლო პერიოდში საკმაოდ დიდი ლაპარაკი მიდის ამ კონორ ბენზე, დიდი სახელი მოიხვეჭა და უკვე გადაწყვეტა ტოპ ვარსკვლავის მის ზონის კატეგორიებში. გამოწვეული ყავს დევინ ჰეინის, შაკურ სტივენსონიც, რაიან გარსიაც და მოკლედ დიდი ტოკინგ პოინტია ეს ადამიანი მის მიდამოებში. მაგრამ მოდი გადავახვიოთ გონება 3 წლის უკან და გავიხსენოთ რა მოხდა კონორ ბენის თავს. მოკლედ 3 წლის წინ კონორ ბენი დოპინგ ტესტზე ჩავარდა. რამაც რა თქმა უნდა დიდი ნეგატიური ემოცია გამოიწვია ყველა კრივის მოყვარულისთვის. მოკლედ ხალხი ჩითერს ეძახდა, კომპანიებმა ზურგის შეაქციეს, ფანებმა შეიძულეს, ასე რომ ვთქვათ. ყველამ ასე თუ ისე გარიყა. ყველამ ედი ჰერნის გარდა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პოინტი ამ ისტორიაში. ამ დიდი სკანდალის მიუხედავად, ედი ჰერნი მას გვერდში ამოუდგა და საკუთარი რეპუტაცია ძალიან დიდი საფრთხეში დააყენა. მოკლედ ძალიან ბევრი იწვალა ამ ედი ჰერნმა, რომ სახელი ამინად გაეწმინდა ამ კონორ ბენის წლის განმავლობაში და სულ გვერდით ედგა ამ რთულ პერიოდში. უფრო მეტიც კი, როცა არ მახსოვს უბრალოდ შეუძლოდ იყო ფინანსურად თუ საერთოდ ანგარიშები დაუყადაღეს, მაგრამ ანუ არის ინფორმაცია, რომ თან დადასტურებული ინფორმაცია, რომ ედი ჰერნი ფულს აძლევდა მას, რომ წესი არ ეცხოვრა. 100,000-ობით ფაუნდი მივეციო მაგ პერიოდშიო თვითონ თქვა თუ არ ვწდებიან კონორ ბენმა თქვა რაღაც ინტერვიუში. ფიზიკა თავისი ფულით ეხმარებოდა ამ კონორ ბენს, რომ ამ პერიოდში ნორმალურად ეცხოვრა. არა მხოლოდ რომ ნორმალურად ეცხოვრა, არამედ თუ არ ვწდები თქვა, რომ თავის ცხოვრების სტილი შეინარჩუნებინა, ანუ ზედმეტსაც კი აძლევდა, რომ კომფორტულად ყოფილიყო იმ რთულ პერიოდში კონორ ბენი. როგორც ვთქვით, ოჯახივით უყურებდა და ძალიან ახლოდამიან მიიჩნევდა კონორ ბენს ედი ჰერნი და მისი პრომოუტერი დარჩა, მის სახელის გაწმენდას ეცადა, შეეცადა რომ ფერზე წამოეყენებინა და ყველაფერი გააკეთებინა ამ პროცესში დახმარებოდა. სწორედ ამ ფაქტორების გამო იყო ძალიან მოულოდნელი და უცნაური სანახავი, რომ კონორ ბენი უცებ აღმოჩნდა დენა ვაიტის კომპანიაში. ამიტომ შევეცდები რომ უბრალოდ მოგიყევით ეს ყველაფერი და შესაძლოა მოკლე იყოს, მაგრამ შემიძლია უფრო დეტალური, აი კლიპები ამოვიღო ინტერვიუები, სადაც დაიწყო მათი კამათი, როგორ საუბრობდა ეს ედი ჰერნი ამ მოჭუბარზე და ასე შემდეგ. სხვა შორის ტვიტერზე გავცილდა კადრი ინტერვიუდან, სადაც კონორ ბენი საუბრობს ერთგულებაზე და როგორ უყურებდა ედი ჰერნს და ამბობს რომ რაღაც ერთგულება ისეთ რაღაცა, აი ძალიან ისეთ სიტყვებით საუბრობს, რომელიც ამ მომენტში როგორც ჩანს არ შეეფერებოდა მას. ანუ ხვდებით რა მოხდა დენა ვაიტმა ედი ჰერნს ცხვირწინა აცალა ტიპი, რომელსაც 3 წელი შეალია და მილიონობით დოლარი თუ ფაუნდი რაც კი დაუძახოთ შეალია ამ ადამიანს და მისი ერთ-ერთი მთავარი ვარსკვლავი იყო. და ეს ხუცინა ახია ეს მოჭუბარი. სერიოზულს პლაგაკეთ ამი დენა ვაიტმა, სადაც 3-4 დღის წინაც
და დენა ვაიტს რაც კლიპები ქონდა, სადაც აკრიტიკებდა ედი ჰერნს და ცოტა ისე ლაპარაკობდა რა, რომ ისეთი რაღაც ისეთი თავდაჯერები და მიდგომით საუბრობდა რამოდენიმე დღის წინ დენა ვაიტი ამ კრივის საყურა შემოსვლაზე, რაც იმ მომენტში არ შეესაბამებოდა იმ რეალობას და ედი ჰერნიც ცოტა ისე პასუხობდა რა, რომ ობიექტურად იმ მომენტში დენა ვაიტს არ ჰქონდა მაგდენის ლაპარაკო კრივის განხრივ. მაგრამ თურმე რა კოზირი ქონია ხელში დენა ვაიტს და ეს ყველაფერი ედი ჰერნმა არ იცოდა. თუ არ ვხვდები საერთოდ ადვოკატით დაეკონტაქტნენ ედი ჰერნს და ისე შეწყობდნენ ეს ამბავი, რაც ძალიან დიდი უპატვისმულობაა. დიახ, აქამდე წარმოწმობდა ეს კონორ ბეინი და ვერ ხვდები გულით როგორ უნდა გულშემატკირო ესეთ ადამიანს. ანუ ურთიერთობა პატივისცემა ერთგულება ყველაფერი ნაგავში მოისროლა ამ ნაბიჯით. და რატო გააკეთა ეს ყველაფერი? იმიტომ რომ შეთავაზეს უაზრო დიდი თანხა. როგორც ინფორმაცია გავცოდა 15 მილიონიანი ერთჩხუბიანი შეთავაზება გაუკეთა დენა ვაიტმა. უბრალოდ რა სიზურელია. არც ერთი პრომოუთერი კრივში, მით უმეტეს UFC-ში არ აკეთებენ ერთჩხუბიან შეთანხმებებს. და თანხაზე რო ვისაუბროთ 15 მილიონი. ჩემს აზრით ამას შეიძლება და შეიძლება კი რა უნდა გქონდეს დიდი ეფექტი UFC-ის მოჩხუბრებზეც. წარმოიდგინეთ ხარ ილია თოფურია, ისლამ მახაჩევანი ტოპ ვარსკვლავი MMA-ში, კი არა UFC-ში კონკრეტულად და ხედავ რომ ის ფული რაც შენ მთელი კარიერის განმავლობაში და გამოიმუშაო იმით რომ ტოპ ვარსკვლავი იყო და სულ მოიგო და შეაგროვო მაგდენ თანხას და მაგაზე მეც ერთ ჩხუბიან შეტევაზებაში აძლევს დენა ვაიტი კრივის მოჩხუბარს. ჩემს აზრით ამან ძალიან უნდა გააპრაზოს UFC-ის მოჩხუბრებიც და ასევე ფანებიც. თან არა რაღაც უდიდეს ვარსკვლავზე ხა. კი, ამ ბოლო დროს ძალიან ბევრს ლაუბრობენ მასზე, მაგრამ კონორ ბენი არ არის ისეთი დიდი ვარსკვლავი, რომ ბევრი ჩაიჯო და ერთ ჩხუბიანი დილი შეთავაზო 15 მილიონი გადაუხალთ და ასეთ რაღაც გააკეთო. მაგრამ დენა ვაიტს რო თავი გავანებოთ, ყველაზე მეტად გასაკრიტიკებელი ამ სიტუაციაში, რა თქმა უნდა, კონორ ბენია. შეიძლება ვიღაცა თქვას, რომ ძალიან ბევრი ფული გადაუხადეს და მაგიტო გააკეთა ეს ყველაფერი. და ამიტომ მოსულა რომ დაიკიდა ის ურთიერთობაც ჰქონდა იმ ადამიანთან. მაგრამ არც აქამდე ჩატარებული ივენთებზე არ ჩხუბობდა 5 ლარზე, ანუ ისაც მილიონებს იღებდა. ახლა ნახე მომენტი ინტერვიუდან ედი ჰერნს ვესაუბრობდნენ ამ ყველაფრის შემდეგ რა, ანუ უკვე მოხდარი იყო ეს ფაქტი და მისალს კითხულობდნენ და ძალიან გულატეხილი იყო და ძალიან შემეცოდა ადამიანურად იმ მომენტში. თქვა რომ ძალიან რა განადგურებული იყო და არასდროს შეაფასა ზოგი ადამიანი, ზოგი ფაქტორი და ასე შემდეგ. ის ნახვაც დიდად სასიამოვნო არ იყო. მაგრამ მაქვს პატარა, ძალიან პატარა ეჭვი, რომ ეს ყველაფერი შეიძლება იყოს დადგმული. ესეთი პატარა კონსპირაციული თეორია, რომ ეს ყველაფერი უბრალოდ ჰაიპის ასაღებად არის. და მაგით არის ის კონტრაქტი ერთ ჩხუბიანი მხოლოდ თან კონორ ბეინს კაშტევაზებას მიიღებს, ამ ამბავს ბევრი ხალხი გამოეხმაურება და ასე შემდეგ, მაგრამ არ ვიცი რამდენად გააკეთებდნენ ამას. თქვენ რას ფიქრობთ? იყო ეს კონორ ბეინის მხრიდან ჭკუბიანური ბიზნესპლა თუ უბრალოდ უმადურობა? თავიდან ვფიქრობ, რომ ეს ვიდეო სხვა სტილში გამეკეთებინა, შემიგროვებინა ძალიან ბევრი ის ნაწილები, სადაც ერთმანეთზე საუბრობენ, კონორ ბენი რას ამბობს და ბევრი თან რეაქცია გამეკეთებინა რაც ვიდეოებზე, მაგრამ ეს ყველაფერი ვიდეოს თან ძალიან გზას გახდიდა და თან რადგან ინგლისურად იქნებოდა ყველა მომენტი, რა თქმა უნდა, მომიწოდა ყველაფერს თან გადათარგმნა, რომ ყველას გაიგო, ამიტომ ვარჩიე ესე მოკლედ მომეყოლა ეს ამბავი. ამიტომ მოდი დღევანდელ ვიდეოს ესე დავტოვებ, დაწერეთ თქვენი აზრი ამ თემის შესახებაც და ასევე რაზე გესმენთ ვიდეო. ამიტომ დღეისთვის ესე დავტოვებ ამ ვიდეოს, დაწერეთ თქვენ რას ფიქრობთ ამ ამბავზე მთლიანად. რამე საინტერესო მინი ისტორია ან ფაქტორი ხوار გამომჩა ამ ისტორიაში და ასევე რაზე ისურვებთ კიდევ ვიდეოებს და რა სტილში. მადლობა, ნახვამდის.